ფიშობდი დაზად მიყვანება, სამიწისო იყო ფიშობილი. დაზარში მიყვანდა, იტოპეზამდე იჯდებოდა, სწავლობდა წმინდა წერილს. სველი ახმა ეს ებრაელთა წიგნია და იგივე ებრაელთა ისტორია. და წმინდა წერილიდან ვგებულობთ, რომ ადამ და ევას შეწოდების შემდეგ დაიკეტა სამოთხის კარებიდან. ღმერთის მოსვლით და შუაწმინდა აღდგომით გაიყო სამოთხის კარებიდან. რომ დაიკეტა ეს სამოთხის კარები, ებრაელები ელოდებიან მესიამს, დედამიწას. და ქრისტე რომ მოვიდა, უფალი ასაკეთებდა, მტრებს აღადგენდა, მესვარის ხელდა ავანტობებს გუნავდა. მაგრამ ეს არ იქნა საკმარისი იმისათვის, რომ ებრაელი მოსვლებს ქრისტეში შეესწროთ მესია და ებრაელები ელოდებიან მესია და ებრაელი მოზრობი მიიღებენ ანტიქრისტეს ქრისტე. და დანარჩენი ერი კიდე ეს ანტიქრისტე მაგათთვის იქნება კარგია და კარგია, ესე იგი ჭკვიანი, ესე იგი გენიოსი, რომელიც ომებს გააჩერებს, ასე ნაწილასემოწოლიც კიდე ომების მიერ, ვისაც ებრაელები მიიღებენ სნელად, ის მთელი მსოფლიოსთვის იქნება მსნელი რა გაგებით, რომ შეაჩერებს ომებს. და ბევრი მოტყუდება, როგორც ახლა დავდიოდი აგუნზე სკოლაში, სადაც ლენის სურათი დაქონდა. ის ებრაელი იყო ეროვნებით. და მაგრამ თავი ვინ იყო ლენის ეშმაკი? ან ეშმაკს აქვს მოქმედების თავისუფლება, სანამ გარიგდება მიუერთმოსვა და ადამიანებს ატყუებს და შეადმოყავს, მაგალითი ითი მოტყუდა ბატონყმობიაროეხო უსამართლობა ხალხი 1917 წელს. რამდენმა დაანგრია დაზრები და აქვე მოწუნეები, რატო იმიტომ რომ სიხარებისგან იყო გაბოროდებული. და ამ ლოზუნგებმა ესე იგი საზოგადოების მოვა ერთობა თანასწორობა მიწაკნების ფაბრიკა მუშაობის ბატონყმობა ხო უსამართლობა. ამ უსამართლობით ესე იგი ისარგებდა ეშმაკმა ლენის ხელით მისცა ლოზუნგები და სანამ ტაძრები დაინგრეოდა, მანამდე ხალხი ამისთვის შემზადება იყო. ეკლესია ახაც რამდენია 4 წელიწადია თუ რაღაცა დატმა მიდის ეკლესიაზე. რატო? არიან ხალხი, არიან ეშმაკის მსახურები. ეშმაკის მსახურები რაც ქვია, ის ხალხი ამის თავისი შეურებით, თავიანთი გადაცემებით უკეთებენ რეკლამას, სიტყვაობას, სიტყვას, გუშობას, მომათავობას. ისინი არიან ეშმაკის მსახურები. მაგრამ ხშირად მოყავს მაგალითად, ჩვენ რო გაბოროტებული ვართ, აი რა ხდება ამ ყველა უსამართლობა. ფიზიკური უსამართლობა რა რო წაგვეთა ტერიტორიები და ზოგი გაბოროტებულია. მაგრამ შენ რო გაბოროტებული ხარ, მაგალითად სოხუმელი. მე არ ვარ არავის გაბოროტებული, იმიტომ რომ მეც ვიცი რომ მე ქართველი ვაროვნები და ქართველი მას დავაშავე. სასწავლებლებში დაიშალა აქედან სხვანის ხალხი რო გარბოდა. და ჯაირო შევიყვანი დაფხაზეთში, ეს იყო შეცდომა. ზოგი დაეცა, რომ დაეცვა ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ზოგმა მოგვეცეს მოსკვილები და ასე ახალგაზრდები გაუპეტება და მოგლა, ვისაც აფხაზი და სომეხი ქვია, ეროვნებით ქართველები. ეს რო ვიცი, ამიტომ ლოცულობ, რომ არა იერარქიით გადაწყვეტეს. საკამათო საკითხები, არამედ ჩვენ და აფხაზებს შორის, ჩვენ და ოსებს შორის. არამედ ისტორიკოსებმა უნდა გადაწყვეტოთ, მშვიდობიანი იმით მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვიცხოვრია, მე ახლა ესე იქ დავიბადე, გავეზარდე აფხაზზე, ძალიან მეყვარს აფხაზები. ასევე აქაც რომ მოვდივარ, ესე იგი, თბილისში მოცხოვრობდი რამდენი 30 წელია თუ მეტია. ახალი ხალხი მონება, რომ ზოგი იოსი ტიროდა, აქედან მიდიოდა, ეს იყო შეყვარებული. საქართველოს შეცდომა დაუშვით. ამიტომ უნდა ვიწყოთ შერიგებისთვის. არასიმბოლოს მარტივეთი ხარ დამაშავე. და საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ დედამიწაზე ესე იგი არის ჯუნგლებისგან. და რომ დაიცვა ფიზიკურად თავი და სულიერად და ფიზიკური იმპერია არის შეგვიძლია. სულიერი იმპერია დასავლეთი. არა ფრანგი და ესპანელი, არამედ ის, ვისაც იმათი კანონები ქვია. კანონია, ესე იგი ამ ვეგეიკო ხალხმა რო ლაბარაკო გონია და მეცინამდეგი ვარ ამ ფრანგების ანსპენ ძალიან უყვარს. ასურები წავს. ფრანგი, ესპანელი და გერმანელი. აბარაკი იმაზე როგორც კომუნისტობა იყო ღალატი ღმერთის წინაშე. ასევე დემოკრატია არის მოღალატე ღმერთის და ხშირად მოყავს ათონის მაგალითი. ქვეყანა სადაც გვეში ათონის და პატრიარქობა იქიდან მოდის. ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს ქართლის, მაგრამ ბიზნეს უკომედია ქრისტიანობაში. იქიდან მოდის პატრიარქობა.
ასეთ ქვეყანას არასწორი ქორწინება დააკარგა, ეს ოფიციალურად და გამოსვლები არა. აი რას უკეთებს ტვინის გამონაცვლას? მასმედია, პროპაგანდა, როგორც აღარ მევიღავი პირველი და კონკრეტული მოწმენდანი ბავშვებიდან ვერ ხდებოდი. მოსიცილეში ვიყავი და ღალატი იყო ასე, რამდენი მოტყუებულია. და რა უწყობს ეს კიდე? სიღარიბე. და რატომ ბრუნდები სიღარიბის გამო თუ მოწმენე ხარ? ამის მაგალითია მოციქულები. ღარიბები იყვნენ, მაგრამ ღარიბება დააშე, მაგრამ ადიდებდნენ ღმერთსა. მე თუ მოგცე ჩვენ ცოცხალი წმინდა რას ხონჭ და ჩვენ წინაპრებსა. ჩვენთან არს მერტი